მოგესალმებით ყველას. დღეს როგორც შეგპირდით, ესე იგი, უკვე დავიწყებთ მაგრამე ჯიბის დაწვნას. აი აქ უკვე გავამზადე მე. აქ არის ახლა 28 ძაფისგან, აი ესეთი აცმული, ესეთი თვლები, ესე თქვათ. მაინც მაგრამეში ესე თვლები, თქვათ. ეს არის თითო ძაფი. აი ყოველი ეს არის თითო ძაფი, ორად გაკეცილი და აი ამ ადგილით შუა, ესე იგი, აი ბოლოს თუ აიღებთ, აი ეს დაახლოებით, უნდა იყოს ზუსტად გაკეცილი და აი შუა ნაწილით არის დამაგრებული ამ ადგილას. ესე იგი გვაქვს 28 ესეთი ძაფი ჩამაგრებული, აცმული, აი ამ იგივე სისქის და სტილის ძაფზე. ეს ძაფიც, რაც გარშემო, ესე იგი, სკამზე მაქვს ახლა ჩამოცმული, რომ ეს მაქსიმალურად დაჭიმული კონდეთ. აი ისეთ თუ მოახერხებთ, რომ ორივე მხარე იყოს დაჭიმული, სანამ თქვენ ამას მაგრამე ნაწილს გააკეთებთ. ესე იგი 28 ძაფი მაქვს და კიდევ მინდა 2 ძაფი. ეს ახლა გავაკეთე, რომ დრო არ დამეკარგა ამის აცმაზე და ახლა ორს მაგალითისთვის გაჩვენებთ და თქვენს მოკლედ ასე გააკეთებთ. ესე იგი, სულ ჯამში გექნებათ 30, ესე იგი, აქ 28 მაქვს. და კიდევ ერთი. ამათი სიგრძე, გეტყვით, არის 1.5 მეტრი დაახლოებით. შეიძლება ცოტა ნაკლებიც შეიძლება გეყოფათ ასე მგონია, მაგრამ მაინც ესე თავის დაზღვევის მიზნით 1.5 მეტრი სიგრძის ავიღე. ესე იგი, აი ეს ორად გაკეცილი. აქ დაახლოებით ეს ჯობია-ჯერბოლოები დაატოლოთ და მერე გავყვეთ და ეს მოკეცვის ადგილი. აი ესე, ესე იგი, გარედან შიგნით აი ესე შევდივართ და ეს გამოვატაროთ ამ გულში. აი ესე გავაკეთე სულ ეს ძაფები. აი ესე. და კიდევ ერთი. ეს უკვე 30 იქნება. აი ესე ბოლოები ერთად და ეს გაკეცვის ადგილი. ესე იგი აქედან იქით, აი ესე ძაფზე, თოკზე. აი ესე ასე ააცვით 30 ძაფი. ეხლა ეცადეთ, რომ აი ამ ძაფებს შორის მანძილი ისე გაანაწილოთ, რომ ჩვენ ეს ჯიბი გვჭირდება, რომ ზუსტად მოერგოს ჩვენ ჩანთას, ხო? ასეც არის, მაგრამ მაინც დისტანციას აქვს მნიშვნელობა მათ შორის, აი ძაფებს შორის. ნახეთ, 32 სანტიმეტრი უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით. აი ესე. იმიტომ რომ ჩანთის აი ეს ჯიბე, სადაც მიეკერება, გაჩვენებთ. დაახლოებით ესე გვაქვს. აი ესეთი. აი ესეთი 32 სანტიმეტრია. ამიტომ ეცადეთ, რომ ძალიან მჭიდროდ ჩასვავთ. ცოტა დისტანცია გააკეთეთ ძაფებს შორის, რომ აი ეს საწყისი ძაფიდან საბოლოო ძაფამდე გქონდეთ აი ეს მიახლოებით 32 სანტიმეტრი. ეხლა დავიწყოთ. ეხლა როგორც რიგებს, ან ქსოვისას როგორც რიგებს ვაკეთებ, ესე დავიწყებ. შემდეგ უკვე გარკვეული რიგიდან უკვე ცოტა იცვლება. თლათ რიგებად ვეღარ გავაკეთებთ, მაგრამ თქვენ მომყევით, მე როგორც მე თანმიმდევრობას გავაკეთებ, თქვენც ესე მომყევით. ეხლა ნიშნულებს გამოვიყენებ მე, რომ უფრო ადვილი იყოს ორიენტირება თქვენთვის ამ ძაფებს შორის. ხო? კარგით. აი ავიღოთ პირველი, აი ესეთი 4 ძაფი. ანუ ერთი დამაგრებულიდან და მეორე დამაგრებულიდან, ხო? ეს ფაქტობრივად ერთი ძაფია, მაგრამ მოკეცვის შემდეგ მივიღეთ 2, აქაც იგივე. აი ეს 4-ულიდან უნდა გავაკეთოთ ესეთი მარყუჟები. ადრე მაქვს მე მგონი ესეთი ჩანთის სახელურზეც ვაკეთებდი, სათამაშოები მაქვს კიდევ საახალწლო და მგონი ჩანთაზეც არის ხოლმე რომელიღაც მაგრამე ჩანთაზე გამოყენებული. აი ესე უნდა დავიკავოთ. ნაპირა ძაფი მარჯვენა ხელში მიდის უკან, ნაპირა ძაფი მარცხენა ხელში მოდის წინ. შუა 2 ძაფი ქვემოთ არის მიმართული. ნუ ამ ძაფებს შორის იქნება დახვევა, ესე თქვათ, დაგრეხვა.
ეხლა ეს გამომყავს წინ, ხოლო რომელიც წინ იყო, უკან გამყავს. ეს ერთი მოძრაობა. ჯერ ბოლომდე არ არის ეს თვალი გაკეთებული. აი ეს. ჯერ ბოლომდე არ არის, ხო? ეს ერთი ესეთი დაგრეხვა გავაკეთე. ეხლა ბოლომდე ეს თვალი რო გამოგვივიდეს, ეხლა მარჯვენაში რომელიც მიკავია ძაფი, მიდის ზემოდან, მარცხენა ხელში ქვემოდან. აი ესე და რომელიც ზემოთ არის, რა თქმა უნდა გავაძვინოთ აი ესე შიგნით. რომელიც ქვემოთ არის, უნდა გამოვიყვანოთ წინ. ანუ უბრალოდ უკან რომელიც იყო. და მოვჭიმოთ. აი ეს ჩვენი თვალი. აი თვალი მივიღეთ. აი 4-ეულიდან. ეს პირველი. ასე უნდა გავყვეთ ახლა სულ აი აქ. ესე იგი. ეს პირველი რიგია, ესე ვთქვათ. იგივეს ვაკეთებ აქაც. თავდაპირველად ქვემოთ შემყავს, ანუ ქვემოდან შედის ეს მარჯვენა ძაფი, ხოლო მარცხენა ხელში ძაფი ზემოდან გადაეფარება. შემდეგ ეს გამოვა აი აქ გამოძრება, ხოლო ეს რომელიც ზემოდან იყო, უკან წავა. აი ესე. ეხლა პირიქით. მარჯვენა ხელში ძაფი ზემოდან, მარცხენა ხელში ქვემოდან. და ამას წავიღებ უკან, ამას გამოვიტან წინ. აი ესე. ასე უნდა ასეთი თვლები ვთქვათ. როგორც ნახეთ, ერთი მიმართულება აქვს. აი აქ ძაფია, ხოლო ეს მრგვალი აი ესეა მიმართული, აქაც იგივე. თუ თქვენ დაარღვევთ ამ თანმიმდევრობას, ანუ ეს რო ესე იგი 4-ეული, შემდეგი 4-ეული, ხო, 4 ძაფიდან ნაპირა მარჯვენა ხელში რომელიც გაქვთ, თუ თქვენ შემთხვევით ზემოდან გააკეთეთ თავდაპირველად და მერე ქვემოდან, ანუ ორჯერ ვაკეთებთ ხომ ამ დაგრეხვას, მაშინ საპირისპირო მიმართულებით დაგიჯდებათ ეს თვალი. იღავით ყურადღებით. ჯობია რომ ერთი მიმართულებით ლამაზ უზორს იღებთ მაგ შემთხვევაში. ესე იგი ეს ქვემოთ, ეს ზემოთ. თავდაპირველად ესე. შემდეგ პირიქით. ახლა უკვე პირიქით. ზემოთ, ეს ქვემოთ. აი ესე. გავიყვანეთ. ეს აქეთ გამოვიტანეთ. აი ესე. ეს შეგიძლიათ ცოტა მოჭიმოთ ხოლმე ეს ორი ძაფი, რომელიც ცენტრშია. აი ესე ორ-ორად უნდა გააკეთოთ, უბრალოდ ორი ძაფი ოღონდ 4 სიძლევა, ხო? ესეთი დახვევი მოკეცვის შემდეგ. აქ მერე ნიშნულებს დავამაგრებ, რომ გავარჩიოთ შემდეგი რიგი როგორ უნდა დავწნათ, რომ შემდეგ რიგში გარკვეული ეს არის რეგულარობა საჭირო, ანუ სად იგრიხება, სად არ გედებთ ხელს შემდეგ რიგში. ჯერჯერობით სულ ესე უნდა გავყვეთ ბოლომდე. აი ეს 4-ეული, შემდეგი 4-ეული, შემდეგი 4-ეული, სულ ესე. ხა ეს რა თქმა უნდა დროს წაიღებს. ამიტომ მე დამოვგდებათ ამას ახლა გავყვები ბოლომდე და შემდეგ რიგზე უკვე გაჩვენებს შემდეგ რიგს, ხო? აი უკვე გავაკეთე პირველი რიგი ამ ასეთი ტიპის თვლებით და ახლა გადავდივართ მეორე რიგზე და მოდით ახლა ნიშნულებს გამოვიყენებ იმისთვის, რომ უფრო გაგიადვილდეთ თქვენ ორიენტირება, სად ჭირდება ესე იგი მეორე რიგის გაკეთება, სად არა. ესე იგი პირველ 4-ეულს აქ არაფერს არ გავაკეთებთ, მოდით ნიშნულს გავაკეთებ, სადაც თუ პირიქით. კარგით, გავაკეთებ იქ ნიშნულებს, სადაც არ ვეხებით ჯერჯერობით. პირველი, მეორე არ ვეხებით. აი აქ უნდა გავაკეთოთ მეორე რიგი. ესე იგი მესამე, მეოთხეზე. მეხუთეზე არ ვაკეთებთ.
მე-6-ზე, მე-7-ზე უნდა გავაკეთოთ. შემდეგ აი ეს, ესე იგი ორ-ორი ესეთი გამოტოვებით, ესეთი ორი თვალის გამოტოვებით. შემდეგ თეორი აი აქ არ შევეხები და კიდევ 1, 2 და აი ბოლო ორს არ შევეხები, ისევე როგორც დასაწყისში, როგორც ეს და კიდევ ერთი ნიშნული. აი აქ. აი ეს მოკლედ მე მგონი კარგი ის არის თქვენთვის, რომ აი სად უნდა გავაკეთოთ ახლა მეორე რიგი იგივენაირი თვლებით, სად არ უნდა გავაკეთოთ. აბა ნახოთ ახლა. ესე იგი ამას ტოვებთ ჯერჯერობით და აი ეს შუა ცისფერ და მწვანე ნიშნულს შორის. აი ეს ორი ესეთი თვალი გვაქვს. აქ გვაქვს 4 ძაფი და 4 ძაფი. ამათგან აი ეს ნაპირა ორი არ გვჭირდება, აქეთაც აი ეს ნაპირა ორი არ გვჭირდება. აი ახლა აი ამ შუა 4 ძაფს გამოვიყენებ ზუსტად ასეთივე თვალის მისაღებად, იგივენაირი მიმართულებით. თავდაპირველად მარჯვენა ხელში კიდურა ძაფი მიდის უკან, მარცხენა ხელში ზემოდან. აი ეს რომელიც უკან წავიდა. აი ეს ხო, რომელიც უკან იყო, ის ამომყავს წინ და რომელიც წინ ქონდა, ეს გამყავს აი აქ. უკან. აი ეს. და როგორც აქამდე ვაკეთეთ, აი ესე მოვჭიმოთ. მე ახლა საპირისპირო მიმართულებით. მარჯვენა ხელში ზემოდან მოვახვედრებ, მარცხენა ხელში უკან. შუა ორი ძაფი ეს დაჭიმულად ესე უნდა იყოს. ესე იგი რომელიც ზემოთ მაქვს, რა თქმა უნდა, უკან წავა, რომელიც ქვემოდან არის, ეს გამოვა წინ. ნახეთ ახლა როგორი საინტერესო ესეთი უზორი გამოდის, აი ესეთი. ნახეთ, თითქოს სამკუთხა 1, 2 და მაგას შორის. აი ეს, ასევე უნდა გავაკეთოთ აი ამ, სადაც ნიშნული არ მაქვს ჩარჭობილი. ამ 4 ხეულებს შორისაც. ხო ნახოთ კარგად, ესე იგი. ნაპირა არ გვინდა, ეს გვჭირდება, ეს გვჭირდება, ეს ორი ნაპირა არ გვჭირდება. კაც იგივე წესით. თავდაპირველად მარჯვენა ხელში ქვემოდან, მარცხენა ხელში ზემოდან. ძაფი. ეს გაყვავს უკან. აი ესე. ავიყვანოთ. აი ესე. ეხლა პირიქით. ეს ზემოდან, მარცხენა ხელში ქვემოდან. აი ესე. ეს უნდა გავაწვრინოთ. ეს ძაფი ამოვიყვანოთ. აი ეს. ესეც მეორე. ზუსტად იგივენაირი დეტალია, როგორც აი აქ. ესე მეორდება. ეხლა შემდეგი, სადაც არ გვაქვს ნიშნული, აი იქ ვაკეთებთ, ხო, იგივეს. ეს 4 ხეულები, ეს გამოვარჩიოთ ჯერ, 2 არ მჭირდება ჯერჯერობით, შუა 2 მჭირდება და ამისიც, აი ესე შუა. ერთმანეთთან ახლოს რომლებიც არიან. აი ეს ამათი 2-ის, აქედან 2, აქედან 2. შუა 2 ძაფი რჩება, ეს ქვემოთ მიდის, ეს ზემოდან. ახლა ეს ძაფი მოვიყვანოთ. ხო, ეს ზემოდან რომელიც იყო, გავიყვანოთ უკან. ეს. ახლა პირიქით. ეს ზემოთ, ეს ქვემოთ. ესე. ეს აქეთ გამოვიყვანოთ. და მოვჭიმოთ. აი მიმართულებას ხედავთ ხო, როგორი მიმართულებით ჩდებიან ეს თვლები. აი ესეთი ხედია თითქოს. და ბოლო, აი ეს. ეს ესე ვთქვათ მეორე რიგი, ხო? იმიტომ რომ ქვემოთ მიყვებით პირველი რიგი, მეორე და ასე შემდეგ. მაგრამ მესამე რიგი უკვე ცოტა პირობითი იქნება, იმიტომ რომ ესეთი დახრილი ხაზები იქნება. ეს 4 ხეული გვაქვს, 2 არ გვჭირდება, ეს გვჭირდება, ეს გვჭირდება, ეს ჯერჯერობით არ გვჭირდება. კიდურა ქვემოთ, აქეთან მარცხენაში, ზემოდან. მომყავს ძაფი, რომელიც ზემოთ იყო, ეს გამყავს უკან. მოვჭიმოთ, ამყვანოთ.
ეხლა პირიქით. ეს ზემოდან, ეს ქვემოდან. ეს ზემოდან ძაფი უკან გავიტანოთ, ქვემოდან ძაფი წინ წამოვიღოთ. და მოვჭიმოთ. ეს შუა ძაფები ცოტა კიდე მოვჭიმოთ, რომ ეს ხვრელები ძალიან დიდი არ გამოგვიდეს. მურჩა, აი მეორე რიგი დავამთავრეთ. ეხლა ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივ ესე ჯობია, რომ ესე უფრო როგორც ვკითხულობთ, ხო, ტექსტს ესე. უფრო მოხერხებულიც არის. ეხლა შემდეგ რიგში გვჭირდება ეხლა ფორმირება აი x-ის ფერდების. ეხლა შეგახსენებთ და გაჩვენებთ, როგორი დახრა აქვს ნაპირა ელემენტს x-ის, აი ეს ჩვენი ეს x-ი და აი სუ ნაპირა, ნახევარი x-ია. ბოლომდე არ არის, ანუ აი ესე მოდის, მერე აი ესე. ხედავთ? და აი ამ დახრილ ხაზებს შორის აი აქ თავზე არის ორი ძაფი. აი ესენი არ მონაწილეობენ აი თუსაც ესენი თვითონ აი აქ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ შემდეგი 4-ეული, აი მეორე 4-ეულიდან ეს უნდა გავშალოთ და აი ესეთი ფორმა უნდა გავაკეთოთ. აი ძაფები ხა უნდა დავახვიოთ ამ ორ ძაფზე. ესე იგი აქედან გამოდის 4 ძაფი, 2 აქეთ ესე წავა, 2 აქეთ წავა. ხვდებით ახლა და ეს x-ის ამ ფურცლების თუ გვერდების ფორმირებას ესე დავიწყებ. ჯერ ესე იგი მეორე 4-ეულიდან ნაპირა ძაფზე. აი ამ ნაპირა ძაფზე გავაკეთებ დახვევას. უნდა დავახვიოთ რა თქმა უნდა ეს პირველი 4 ძაფი. ჯერ აი ყველაზე ახლოს რომელიც არის ხო მასთან. აბა ნახოთ აი დააკვირდით როგორ ვაკეთებ. აი აქეთ გამყავს ხედავთ რასაც ვახვევ. ეს ეცადეთ რომ აი როგორც მიმართულება გინდათ ისე გაჭიმეთ ხოლმე. 1 და კიდევ ერთხელ 2 ხვია უნდა გააკეთოთ. აი ეს. ეხლა მეორე ძაფი. აი მომდევნო რომელიც მოყვება ამ პირველ ძაფს, ხო? ისევ ერთხელ ხვია. ნახეთ როგორ თან დააკვირდით ეს ხვია როგორ მიდის. ეხლა აი ესე მოდის. და ანუ ხვებს როცა აკეთებთ, იქ ძალიან ფიქსირებული უნდა იყოს. აი ეს, ნახეთ. თითო ძაფს 2 ხვია შეესაბამება. მომდევნო ძაფი. აი ესე. და შემდეგი აი ასე. ეს დაჭიმული მაქვს, რომ ეს ორიენტაციას ვაკეთებ რა ძაფის გარშემო ვაკეთებ დახვებას. და ბოლო ძაფი უნდა დავახვიოთ. აი ესე. და კიდევ ერთხელ. აი ეს ერთი ფერდი გავაკეთეთ. იქ ორ-ორად არის თუ გახსოვთ. თუ დააკვირდებით, 2 ხაზი მოდის, აი 2 დახვევა. ეს ერთი. ამ ძაფს ჯერჯერობით არ ვეხებით. ეს 4-ეული ახლა კიდე დაგჭირდება, იმიტომ რომ აი ნახეთ, აქ 4 ძაფი რო გამოდიოდა, აი ამით აქედან. იქ გახსოვთ გითხარით, ეს 2 აქეთ უნდა წავიდეს, 2 იქით. ერთი უკვე გავაკეთე, ახლა მეორე. ეს. ატყობთ ხო? აი ეს. იგივეს ვაკეთებ ახლა მეორე ძაფზე. ისევ აი 4 ძაფი მაქვს დასახვევი. ყოველთვის 4 ძაფი იხვევა ახლა ამ მაგრამ ეს დაწვნისას ეს x-ის ფერდები ასეთი სიგრძის არის 4 ძაფი რო დაახვიოთ. თითოეულს 2-2 ხვია შეესაბამება. აი ეს. ამითი მიხვდებით, თუ ნაკლები ხვიებს გააკეთა, ნაკლები ძაფი დაახვიეთ, ან მეტი, ესე იგი რაღაც შესწომაა თქვენთან. ეს გაითვალისწინეთ. ყურადღებით არის საჭირო ამის კეთება, მოითხოვს ესე მუდმივად ყურადღებას. ნუ რამდენი ძაფი გამოდის აი ამ ხვიდან.
ნახეთ, აი 4, აი ეს 4 ძაფი. ეს უკვე წავა აი აქეთ, მეორე მხარეს. მორჩა, ეს ჯერჯერობით ეს მხარე უკვე გავაკეთეთ. აი ესე. ეხლა აქეთ ამ მხარეს გავყვები. დავიწყებ ზემოთა ძაფით. და დავახვიოთ, ნახეთ, აქაც გამოარჩიეთ. ნახეთ რა კარგად ჩანს. ეს 4 ძაფი აქეთ, ეს 4 ძაფი აქეთ. აი ამაზე და დავახვიოთ ეს 4 ძაფი. მერე აი ამაზე დავახვევ იქიდან გამოსულ ძაფებს კიდე. კარგი, და ეს 4 ძაფი. ეს კარგია თუ გამოარჩევთ ხოლმე, რომ არ აურიოთ, ანუ არ გააკეთოთ ისე, რომ თქვა აი ძაფი არ წაიღოთ, ხო? გაანაწილეთ ლამაზად, რომ იყოს სიმეტრიული. აი ეს პირველი ძაფი, ესე იგი აი ეს. და დავახვიოთ აი ეს, ამაზე. მეორე ხვია. ეხლა ხვდებით აქ ხვიები უკვე საპირისპირო მიმართულებით მიდის. ჯერ ვაკეთებ აქეთ ხვიას, მერე მომდევნოს, ხო? ანუ ძაფის გასწვრივ გადაადგილდება ხვიაც. აი ასე. მომდევნო. აი ესე. შემდეგი ძაფი. და კიდევ ერთი. აი ნახეთ, აქ შეამოწმეთ ხოლმე, აი 3 ძაფია დაახლოებით, კიდევ ერთი გვინდა. ერთი. ის ძაფი, რომელზეც ახვევთ, რომ მუდმივად ესე გაჭიმულ მდგომარეობაში გეკავთ, რომ არ აგერევათ სად ხართ, რა ადგილას ხართ. კარგი, ერთი ესეთი ფერდი გავაკეთეთ აქეთ. ეხლა მეორე, როგორც აი ეს გვაქვს, ხო? აქ ახლა კარგად შეანახეთ, ეს ორი ამას არ ვეხებით, შეგვიძლია ისე ცოტა მოვაშოროთ. ეს 4, რომელიც დახვეულია და აი ეს ძაფია, ეხლა ამაზე უნდა ავაცვათ კიდევ აი ეს ხვიები, რომელიც ნახეთ, აი აქედან გამომავალი 4 ძაფიდან უნდა დავგრიხოთ. იმედია რომ ჩანს კარგად. ესე. შემდეგი 4 ძაფი. ორი ხვით. ორი ხვია. კიდევ შემდეგი ძაფი. ერთი ხვია. მეორე ხვია. კიდევ ერთი. ერთი. და მეორე. ასე შეიძლება ძალიან ლამაზი ორნამენტების მოფიქრება. თქვენი ფანტაზიით, აი თუ რაღაც გარკვეული ელემენტარული მარყუჟების გაკეთებას ისწავლით, მაგრამ შეიძლება მე უკვე თქვენი ფანტაზიით მოიგონოთ კიდევაც სხვადასხვა ფორმები. თითქოს ნაძვის ხესავით ესე ჩამოდის. კარგი, ეს გავაკეთეთ. ეხლა შემდეგი. შემდეგი გაგვაქვს, ნახეთ, ეხლა ხვდებით, აი ესეთი ზიგზაგზე მიდის, ხო? ესე იგი, აქედან უნდა წამოვიდეს. აქედან ზემოთ არ ავალთ, რა თქმა უნდა. ყოველთვის ზემოდან ქვემოთ ჩამოვდივართ. აქედანაც ესე გავაკეთეთ, აქეთაც. ეხლა აი ამ ნიშნულის, ის ნიშნულები ეხლა გეუბნებათ, რომ აი ნიშნულებიდან გამოდის ეს ორ-ორი ძაფი.